მცდელობა ამას არ აქვს. აი ესეთი უცნაური ის არის რა, ანუ თვითონ ჩარჩოზია კალაშნიკოვზე დამაგრებული და იმიტომ მოძრაობს იმასთან ერთად. თვითონ. M4-ს ეგრე არ აქვს, M4-ს ესე აქვს, ესე გადმოტენით სოლის დროს ის ხო არ მოქმედებს უკან რაც არის. გაჩერებულია. ამასაც იგივე სისტემა ქონგონ წინა გადმოტანილი რა. რო ვიცოდეთ, მაგრამ ყველა ვარიანტში აი ხელის გასაკეთებელი როგორ არის, მოსაკიდებელი რო გაუკეთოთ, კაი იქნება უფრო მოსახერხებლად დაიჭერთ ხელში. ეგე ძვირი იარაღის, ანუ ეხლანდელი იარაღები და მით უმეტეს ამერიკელები რა შალიჩობენ. სუბუქებს აკეთებენ იარაღებს და მაქსიმალურად არის ლეგოსავით მოწყობილი რა. შენ თუ გინდა მე ისე შეგიძლია გამობრანჭო იარაღი, აქ რაღაც ბევრი რაღაცის საშუალებას გაძლევს. გვერდებიდან ამაგრან ზემოდან, ქვემოდან პიკატინის თამას აქვს, შეგიძლიათ რაღაც კიდე ის დაუყენოთ. ამიტომ ესეთი იარაღი ჩემი რო იყოს, ამას აუცილებლად დაუყენებდი, რომ ესე მოკიდოთ. კიდე რა მინდა ვთქვა, აი აქ 6 კუთხედი აქვს, აი ამას. ანუ ეხლა შეხედეთ აქ ფრთებივით როა გამოწეული, ეს შეგიძლიათ მოხსნათ მთლიანად. თუ მემარჯვენე ხართ, ან თუ მემარცხენე ხართ, ეს მოხსნათ. იმიტომ რომ ჩამოკიდების დროს, ტარების დროს ეს არ არის, უშენ დადების დროსაც რაღაც ესე დაიდება და არ არის კაი რა. ასე რომ კაია რომ ამის მოხსნა შეიძლება. იარაღი იყიდება რასაც ხედავთ, ესე მარტო ყუთში იდო, ეს სამიზნეებიც მოყვა მოხსნილი იყო, მე პატრონებმა თქვა, მე თვითონ დავაყენეო, სამიზნეები ეს დასაკეცი სამიზნეებია. ესე შეგიძლიათ დაკეცოთ